ორგანიზაციამ Alien Interview რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა წერილების კრებული, ოფიციალური ჩანაწერების, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ტოპ საიდუმლო. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების მიერ შედგენილ ჩანაწერებში მოიძიება მატილდა ო'დონელ მაკელროის პირადი შენიშვნები. მატილდას ისტორია სპენსერის წიგნში ინტერვიუ უცხო პლანეტებთან გამოქვეყნდა, რომელიც 2008 წელს გამოიცა. თუმცა რატომღაც წიგნი არ გამხდარა განსაკუთრებული აღმოჩენა და არც მატილდას მონათხრობის ავთენტურობა შეუმოწმებია ვინმეს. გადამოწმების შემდეგ Alien Interview-ში აღწერილი კონკრეტული თარიღები, ადგილები, სახელები და ინციდენტები შეიძლება ჩაითვალოს როგორც ფაქტობრივი. ამ ჩანაწერების გამავრცელებლის სპენსერის განცხადებით, ის აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ მასალების გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები, რადგან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზოგიერთი პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მხარის ინტერესებს, რომლებიც დასული იყო იარლიყით, ეროვნული უსაფრთხოება. უარი არ მithქვამს, თქვენ შეწყვიტეთ ჩემი გაგება. ამაში შიში გიშლიდათ ხელს. შეგიძლიათ რომ სიმბოლოები დახატოთ, რომლებსაც ჩვენ ენაზე ვთარგმნით. ეჭვმებარება. ურთიერთობის სხვა ხერხი თუ არსებობს, რომ თქვენი აზრების უფრო ნათლად გაგება შევძლოთ? არა. თქვენს წასაყვანად როდის მოვლენ? თქვენ მიხვდებით. სამხედროები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ უცხო პლანეტას მხოლოდ მატილდასთან შეეძლო საუბარი და მას ეირლისთვის ინგლისური ენის ანბანის სწავლება დაავალეს. უცხოპლანეტელი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა და სულ მალე წერა-კითხვა იცოდა. ბოლოს კი მატილდას დაუწერა, რომ საუბრისთვის უკვე მზად იყო. ამის შემდეგ მატილდა საჭირო აღარ იყო და არც უცხოპლანეტელის შემდგომი ბედის შესახებ არსებობს რაიმე სახის ცნობა. სპენსერის წიგნის პირველ 6 თავში დოკუმენტირებულია პირველი რამდენიმე ინტერვიუ, რომელიც ქალბატონმა მაკელროიმ ჩაატარა უცხოპლანეტელ არსებასთან, ეირილთან და განმარტა თუ როგორ შეეძლო მას ტელეპათიური კომუნიკაცია ქალბატონ მაკელროისთან ინგლისურად. მომდევნო 7 თავი ორგანიზებულია სხვადასხვა თემების მიხედვით. კერძოდ, უძველესი ისტორია, უახლესი ისტორია, მოვლენების დროის ხაზი, ბიოლოგია, მეცნიერება, უკვდავება და მომავალი. ეს თავები მოგვითხრობს დედამიწის ხანგრძლივი ისტორიის მთელ რიგ მოვლენებს სხვა პერსპექტივიდან. უცხო არსების მიერ გაზიარებული იყო საინტერესო თვალსაზრისი სხვადასხვა რელიგიის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ვერც ერთმა სხვა პერსონალმა ვერ შეძლო უცხოპლანეტელთან კომუნიკაცია, ქალბატონმა მატილდამ როგორღაც შეძლო გადარჩენილთან კომუნიკაცია ტელეპათიის სახით. სხვა წერილების მიხედვით, ეირლის თანახმად, დედამიწა იყო შედარებით იზოლირებული და არასტაბილური პლანეტა, რომელიც არ იყო შესაფერისი მდგრადი ცივილიზაციებისთვის. ამრიგად, პლანეტა გამოიყენებოდა როგორც ციხე, სადაც ამ პლანეტის ყველა არსება ხაფანგში იყო მოქცეული ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმის მიერ წარმოქმნილი ძალის ეკრანებით.